ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა, თუნდაც ესე ვირტუალურად. მე მოგიყვებით ფერმენტაციის ამბავზე. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ახალი თემაა ეს ჩემთვის, ვერ ვიქნები მთლად აკადემიური. და ძალიან კომპეტენტური ამაში არ ვიქნები. უბრალოდ მინდოდა გამეზიარებინა ამ ახალ მეთოდზე, რომელთაც შეიძლება რომ ფერმენტაციას ვუყუროთ და თან ცოტა განმემარტა თვითონ ფერმენტაცია როგორ შეიძლება რომ დავინახოთ და რა არის ასე ვთქვათ, ბიოლოგიურად რა პროცესები მიდის. ძალიან საინტერესო არის, მე მგონი, ამ თემის არსებობა წინა ორ მოხსენებასთან კონტექსტში. და ქეთევან, ნუცა ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ საერთოდ სხვა კონტექსტია, რაღაცა სითხის ელემენტი შემოდის, სადაც ტექნოლოგია უკვე არ შეიძლება რომ განიხილო როგორც რაღაცა ელექტროენერგიის ნაყოფი და რაღაც დაშოთ კიბორგის კონტექსტი ხო, მაგრამ ტექნოლოგია როგორც უბრალოდ სისტემა, ნებისმიერი ფორმის, თუნდაც ბიოლოგიური სისტემა ამ შემთხვევაში. და სითხეზე ვილაპარაკებ საკმაოდ ბევრს და დროსთან სინქრონიზაციაზე, მოთმინებაზე და ჩვენი თავის აღქმაზე რაღაცა დროის კონკრეტულ ჭრილში. საინტერესო არის ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაინტერესებს ხოლმე უხილავი სამყარო. ესეთი რაღაცები, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ თან არსებობთ მათთან ერთად. და ეს რაღაც ჯადოსნობის ასპექტი, რომელიც ნელ-ნელა ძალიან რთული ხდება, რომ შეინარჩუნო მე მგონი ისეთი ასტრაფებული და იმდენად ბევრი დევაისი გვაქვს, არა მარტო ტექნოლოგიური, უბრალოდ ბევრი ნივთი და ობიექტი ჩვენს გარშემო, რომ ამ ჯადოსნობის აღქმა ხდება შეუძლებელი. და თან საინტერესო არის იმიტომ, რომ ასოციაცია ფერმენტაციის პროცესთან მარტივი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ქილებთან ერთად, სადაც ფერმენტაციის პროცესი მიდის, თანაც ხოვრობთ, ყველას გვაქვს რაღაცა კიტრის მწნილი მაგალითად მაცივორში და ყველას გვაქვს რაღაცა შეიძლება ბებიის დანატოვარი რეცეპტი, რომელიც რაღაცა კონკრეტულ ფერმენტაციაზე გადის მაგალითად. უბრალოდ ამის გადააზრება, როგორც ესეთი ჯადოსნური ქილები შეიძლება რომ არ ხდებოდეს. პირადად ჩემთვის არ ხდებოდა და მაგიტო დავიწყე ამაზე ფიქრი მარტო იმიტომ, რომ მაინტერესებდა აი ამ ქილაში ჩაკომპრესებული სამყარო, როგორ შეიძლება რომ აისახოს წყალზე და დროზე ლაპარაკით. ბევრი ტექსტი არ მექნება სლაიდზე, იმიტომ რომ წარმომიდგენია, რომ ცოტა რთული იქნება ამისი კითხვა, ძალიან ეს უბრალოდ ვიზუალურად გავყვები იმ რაღაც მატერიალებს, რომელიც ამ ბოლო დღეებში გადავიღე. ვისაუბრებ ძალიან მოკლედ შევეხები ამ თემას, მე იმედი მაქვს, რომ კითხვა-პასუხის დროს გავშლით. ფერმენტაცია როგორც არქივი, დრო, წყალი და ქმნადობა, ამ ორ პუნქტზე ვისაუბრებ ჯერ. მნიშვნელოვანი არის აღვნიშნო ასტრიდა ნეიმანისი ამ თემაზე საუბრის დროს და ჰაიდროფემინიზმი, რომელიც ფემინისტ ფორუმზე განხილული იყო თუ არ ვცდები წინა წლებში. ამ ორი ავტორის ერთად მუშაობა მაინტერესებს ძალიან. ასტრიდა ნეიმანისი ლაპარაკობს წყალზე, როგორც ფუნდამენტურ ესენციაზე ჩვენი არსებობის, წყალზე როგორც ჩვენი სხეულის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ წყალზე როგორც დედამიწის რაღაც 70%-ზე, ისე როგორც ჩვენი სხეულის 70%-ზე, ამიტომ ის განიხილავს წყალს როგორც საერთო კავშირს, საერთო ენას, საერთო დინამიკას და განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ ქალების სხეულებზე, კიდევ უფრო მძაფრი ხდება ეს საკითხი და ქალების კავშირი, იმიტომ რომ ახალი ნაყოფის წარმოშობა, როგორც ასევე სითხეში მომწიფება მაგალითად ნაყოფის და როცა ამ თემაზე ვსაუბრობ უკვე ბაქტერიულ კონტექსტში, სადაც წყალი ხდება ასევე მთავარი შემადგენელი თუ მთავარი განმაპირობებელი ფერმენტაციის პროცესის, კიდევ უფრო დიდი და მძაფრი არის კავშირი ჩვენსა და ბაქტერიულ სამყაროს შორის, იმიტომ რომ ბაქტერიებიც ასევე წყლის ნაყოფია, თუმცა არახილვადი, ასე ვთქვათ. და მე უკვე ვფიქრობდი ამაზე, რომ აი ეს ქილები, სადაც ფერმენტაციის პროცესი მიდის, არ არის აუცილებელი, რომ ქილები იყოს ბევრ ჭურჭელში შეიძლება რომ ფერმენტაცია მიმდინარეობდეს, უბრალოდ მე თვითონ ექსპერიმენტები ამ ქილებში გავაკეთე. ეს ქილებიც უკვე არის ამ წყლის და ბაქტერიების და საკვების თანაარსებობა, სადაც დროც
სივრცეც და ამ შემთხვევაში სითხეც ესენციაც ხდება უკვე ჩაკომპრესებული, ძალიან კონკრეტული, შემცირებული მასშტაბით რაღაცნაირად თავისებური სამყარო. რომელიც შეიძლება რომ ძალიან არა მარტო განზოგადეს, არამედ უბრალოდ მასშტაბი გაიზარდოს და მე როგორ ვფიქრობდი მაგაზე ქალაქებზე როგორც სქილებზე. ქალაქები როგორც თავისებური ფერმენტაციის პროცესი, სადაც ჩვენ ვართ უკვე აქტორები და ბაქტერიები, ასე ვთქვათ, რომლებიც კონკრეტული პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ განსხვავებებზე ვილაპარაკებ, ხო? რადგან ბაქტერიებზე და აქტორებზე მივედი უკვე, აქ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა რომ აღწერო პრინციპში ფერმენტაციის მიმდინარე პროცესში, რომელიც შეიძლება რომ მე კითხვა-პასუხის რეჟიმში კიდე სხვანაირად განვიხილოთ, ხო, მაგალითად, რამდენად შეიძლება რომ პარალელი გაივლოს ბაქტერიულ და ადამიანურ სამყაროს შორის. ფერმენტაციის პროცესი ეს არის რამდენიმე ინგრედიენტი, ხო, ეს არის რაღაც ტემპერატურა, გარემო პირობები, ისტ, საფუარი, რომელიც ასევე თავშოთ ბაქტერიულ სამყაროსაც ითავსებს და საკვები, რაღაც პროდუქტი, რომლის ფერმენტაციასაც ვაკეთებთ. მაგრამ აქ არსებობენ ასევე უხილავი აქტორები და ეს არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ მე პირადად არ ვიცი, არა აკადემიური მოსაზრება, მაგრამ მგონია რომ მნიშვნელოვანი რაღაცები უხილავ შრეში მიმდინარეობს, ის რაც გარეთ გამოდის ჩვენი ინტერპრეტაცია არის. ამიტომ ამ ქილაში ჯეინ ბენეტი მაგალითად, რომელიც ანსამბლაჟებსაც განიხილავს და რომელიც ახსენე თათა დასაწყისში, ამ აქტორებზე საუბრობს როგორც არა განზრახვის მქონე აქტორებზე. რაღაცა actors without purpose. და ყოველგვარი ლიდერშიპის და სისტემის გარეშე განხილავს და ეს არის საინტერესო რომ ამ ქილაში ფერმენტაციის პროცესში მთელი ეს ხანგრძლივობა და მთელი ეს პროცესი დამოკიდებული არის არაფერზე, გარდა იმისა, რომ თითოეული აქტორი რაღაც ფუნქციით არის დატვირთული, სხვა არაფერზე. ამიტომ როცა საუბრობთ პარალელებზე ადამიანურ და არაადამიანურ სამყაროს შორის, ჩემთვის მთავარი განსხვავება ეს არის, რომ არაადამიანურ სამყაროში განზრახვები არ არსებობს, კონკრეტული purpose არ არსებობს. და ამიტომ არ არსებობს სისტემაც, სადაც ეს რაღაცა დაჯერების ან შეთანხმების მომენტები ხდება. ამიტომ შეთანხმების საჭიროება არ არსებობს, იმიტომ რომ განზრახვაც არ არსებობს. და საინტერესო არის ეს, რომ ამ ქილაში მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სისტემა და პრინციპი არ არსებობს, უბრალოდ იმიტომ, რომ თითოეულ აქტორს და თითოეულ აქტორში გულისხმობ მაგალითად ვაშლის ნაჭერს, ციცაკის პატარა მარცვალს, მარილს და შაქარს, რა თქმა უნდა. თითოეულ ამ აქტორს თავისი ფუნქცია აქვს და უბრალოდ ამ ფუნქციის ქონაც იწვევს იმდენად დიდ თერმულ პროცესებს, რომ საბოლოოდ შეიძლება რომ ქილა აფეთქდეს. ხო, არ ვიცი გქონიათ თუ არა გამოცდილება, მაგრამ ჩემთან სახლში სულ რაღაცა ფეთქდებოდა და არ ვიცოდით რის გამო ფეთქდებოდა და სულ რაღაცა ხმაური რო გამოდის საკუჭნაოდან. და როცა ვსაუბრობ უხილავ ძალებზე, ესეთი აფეთქებები იყო ყოველთვის ჩემთვის საინტერესო და ამ ხმებზე დავიწყე უკვე ფიქრი, ხო? ამ რაღაცა explosions რეები ახდენს და სადამდე შეიძლება რომ მივიდეს თუ დააცდი და ამათთან ერთად იარსებებ, ხო, უბრალოდ ან დაამწნილებ მარტივად რომ ავხსნა. ეს არის ჩემი სამშობლო მეთოდიც, ამასაც რომ მეთქვა ხოლმე მუსიკოსი და უბრალოდ ხმა მაინტერესებს, არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ჩემი სტატუსი ხანერად ავხსნა, ხო, უბრალოდ მაინტერესებს როგორ ვუსმენთ და როგორ ვისმინებით სამყაროში და ეს მეთოდიც ძალიან ისეთი არის DIY, არაფერი განსაკუთრებული, ვიყენებ ჰიდროფონს და ალისონ მიკროფონს, რომელიც ესეთი ნემსისებური პატარა მიკროფონია და რომელიც არის ტემპერატურაზე სენსიტიური და ცხადია დინამიკაზეც. და რამდენიმე ტიპის ფერმენტაციის პროცესს ვაკეთებ, ერთ-ერთი არის მაგალითად კომბუჩა, ყველასთვის კარგად ცნობილი, საკმაოდ ხმაურიანი ფერმენტაციის პროცესი არის, მაგრამ დღეს რასაც მოვისმენთ, პატარა ჩანაწერს მოგასმენებთ, ეს იქნება სიდრი, ანუ ვაშლის და შაქრის ურთიერთქმედება და ეს ხმაურიანი კიდევ უფრო იმიტომ არის, რომ ქიმიური შაქარი, დეფინირებული შაქარი და ფრუქტოზა, ნატურალური შაქარი ვაშლის
რაღაც წარმოუდგენელ ხმას გამოსცემს, რომელიც ჯერ ისეთი ხარისხით რომ ჩავიწერე, როგორიც მინდა, მაგრამ რაღაცა პირველი სტეპები გვაქვს ამაზე. და სულ აი თქვენგან მარცხნივ ალბათ რა ფოტოსაც ხედავთ ეს ქილები და თარო, ხო? ანუ ამასაც მე ესე შევხედე, რომ როგორც არქივი. არა მარტო ვიზუალური, არამედ ნატურალური არქივი, ხო? იმის და მიხედვით თუ რას ვამწნილებთ და რა არის ხელმისაწვდომი ჩვენს ირგვლივ, ხო? ეს რაღაცნაირად ის არის რელიკვიებივით არის ესე სითხეში მომწიფებული ესე ვთქვათ და მე რო უკვე ფიქრობდი მაგაზე, აი ეს მწნილები თაროზე ჩალაგებული ხმაში როგორ შეიძლება რომ გამოიხატოს და როგორ შეიძლება რომ ეს დავიმახსოვრო. ეს მოდი აქ ხა გაჩვენებთ ამ ვიდეოს და დროსთან როგორ ვარ? დაახლოებით 5 წუთი გვაქვს თუ ჩავეტევით ძალიან კარგი იქნება. ოკეი. ვეცდები. მოდი ხა ვიდეოს ნახოთ, ცოტა ხანი გაჩვენებთ. ხმა გესმოდათ იმედია, ხო? ხო, ეს უბრალოდ პატარა ჩანაწერები, ჩემი საყვარელი ნაწილი არის თავსახურიდან რო ხმა გამოდის. ან ეგ არის აფეთქებამდე ხმა. თუ დააცდი და არ მიაქცე ყურადღებას, დაახლოებით 3 დღეში გასკდება. და ის არის შესახსენებელივით არის, ასე ვთქვათ, ალარმივით ეგ ნაწილი, ჩემი საყვარელი ნაწილი არის მართლა. და ეხლა რო დავბრუნდე პრეზენტაციაზე ვეღარ ვბრუნდები. ხო, ჩემთვის არ ვიცი, ძალიან დიდაქტიკურად ვცდილობ რომ არ შევხედო ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან ჩვენიანი თემა არის და საბოლოოდ შეიძლება რომ თეორიულ ჭრილში ძალიან ბევრნაირად გაიშალოს და ძალიან საინტერესოდ, მაგრამ უკვე შეჯამებისკენაც რო წავიყვანო, ხო, რაღაცნაირად ჩემეული ვერსია რო შემოგთავაზოთ ამ საკითხის აღქმის, ჩემთვის რაღაცნაირად ეს ფერმენტაციის პროცესი არის ხოლმე შესახსენებელი იმის, რომ აი ამ ქილებთან თანაარსებობა და უბრალოდ აი ამ ბუშტუკებზე დაკვირვება და ჩემთვისაც ესე არის რა, რამდენადაც ბევრი არ უნდა ვისაუბრო ტექნოლოგიურ მეცნიერულ კონტექსტში, ამაზე საბოლოოდ ეს ბუშტუკებზე დაკვირვება მსიამოვნებს. მარტივად სხვა არაფერი არ მჭირდება ხოლმე ამ თემისგან. ამიტომ ისეთი არის ხოლმე რაღაცნაირად არხი არის ეს თემა ჩემთვის იმისთვის რომ გავიხსენოთ ადამიანებმა ოცნება როგორი არის, ცოტა ესე გათრიფვა როგორი არის ამ ბაქტერიულ სამყაროსთან დაკვირვება და თანაცხოვრება ისე რომ ეს ქილები რაღაცა მაცივარში არიდოს მხოლოდ და
საჭმელი არ იყოს მხოლოდ, არამედ იყოს აქტიური ელემენტი, აქტივი ასე ვთქვათ, რომელსაც მივირთმევთ, ჩვენთან ერთად ცოცხლობს, ჩვენთან ერთად მწიფდება, ჩვენთან ერთად ფერმენტირდება და რამდენადაც ბევრს შევხედავთ როგორც ვიზუალურად, ისე ხმის ნაწილში, ხო? იმდენად დიდი იქნება კავშირი ეს რაღაცა არახილული, არამატერიალური სამყაროს, რომელსაც არ ჭირდება არც მიკროსკოპი, არც რაღაცა დამატებითი შეიარაღება, იმიტომ რომ ცალკე არსებული სისტემა არის ჩვენ სისტემებთან ერთად. და რატომღაც უფრო ლამაზი ხდება ხოლმე ყოველდღიურობა ჩვენი ადამიანური სამყაროსი, თუ ამ ნაწილაკებსაც რაღაცნაირად მივაკუთვნებთ თავის ადგილს და უფრო მეტად ეს ფრაზა მომწონს, not to observe, but to relate. არა განყენებულ რაღაც დაკვირვების რეჟიმში ყოფნა მხოლოდ, მაგრამ კავშირი და ჩვენთან ერთად აღქმა ამ საკითხის. ამ სლაიდზე ლაპარაკს ვეღარ ვასწრებ. აშკარად, ეს უბრალოდ ხო ვიზუალური მასალა არის წინა დღეებში უბრალოდ კარგად ცხელოდა აქ და ფერმენტაცია უფრო მარტივი იყო. მე რამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება რომ ხმა ქაღალდზე აისახოს და როგორ შეიძლება რომ ხმის მედიუმი რეალურად ხმის გარეშე არსებობდეს. და ერთ-ერთმა ლექტორმა მაგალითად მითხრა, მაგაზე ვღელავდი, რომ მეთქი ჩანაწერი ისეთი არ არის, როგორც მინდა რომ იყოს და მითხრა, რომ ჩანაწერი არ გჭირდება საერთოდ და უბრალოდ დაწერერებს ხედავ და რა გესმის და ეს უკვე არის ხმის არქივი და ძალიან სასიამოვნო იყო მაგის მოსმენა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად თავისუფალი სივრცეა ბაქტერიული სამყარო, ხო, ყოველგვარი კიდევ ერთხელ განზრახვის გარეშე არსებული შენი კავშირიც ამ თემასთან არის აბსოლუტურად სისტემის გარეშე არსებული, რომ ხმა ხდება ჩანაწერი და შენ ხდები ბუშტუკი და ასე შემდეგ ძალიან არ არსებობს ეს სხეულებრივი თუ ბინარული გამოკეტვა და ძალიან საინტერესო არის მაგიტო ამ ნივთიერებასთან მუშაობა. და მე უკვე შევხედა ამ რეცეპტებს როგორც სანოტო სისტემას, იმიტომ რომ სანოტო სისტემას სხვა არაფერი არ თუ არა გაიდენსი ხო ინსტრუქცია იმაზე როგორ და რა შეიძლება რომ შესრულდეს. იგივე არის აბსოლუტურად ფერმენტაციის პროცესში ეს თითოეული ინგრედიენტი, რომლის რაოდენობაც, ინტენსივობაც და კონცენტრაციაც გაძლევს შესაბამის ხმას და შესაბამის დროს ასევე როგორ შეიძლება რომ როდის შეიძლება რომ ფერმენტაცია დასრულდეს. და საბოლოოდ ხო ამას ვიტყოდი ასევე რაც შეიძლება საუბრის დროს გამომრჩა ამაზე აქცენტი. უხილავს სამყაროსთან ურთიერთობა არის ასევე ძალიან დიდ კავშირში დროის აღქმასთან ჩვენთან. და როცა ვსაუბრობ ტექნოლოგიაზე, ხო რომელმაც გამოგვაცალა ხელიდან დროზე კონტროლი და მასთან სინქრონი. საბოლოოდ ბაქტერიული სამყარო შეიძლება იყოს კარგი პრინციპი იმის, რომ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანი არის დროსთან ერთად თანაარსებობა. ანუ ის კი არა რომ რაღაცები მოვასწროთ, ყოველ დღე რაღაცების გაკეთება მოვასწროთ. არამედ ის რომ უბრალოდ სინქრონიზებული ვიყოთ იმასთან, რას გვთავაზობს თვითონ დრო. მოთმინების ასპექტი ასევე ხო, რაღაცებს შეიძლება ჭირდებოდეს დრო. ასევე ფერმენტაციის პროცესშიც მნიშვნელოვანი შედეგები მალე არ დგება, დიდი ხანი ჭირდება, ხო? განსაკუთრებით თავშოთ თუ ეხება საქმე კიდევ უფრო კომპლექსურ ფერმენტაციის მეთოდებს, ხო, დავშოთ ყველის ღვინო საქართველოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რეცეპტები გვაქვს ამის, ხო, მაგალითად ღვინოზე აღარ ვისაუბრებ. კარგი ღვინო დიდი მოთმინების და დიდი დროის შედეგი არის. ისევე როგორც მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი ძვრები არ ხდება მალე. და ამაზე ფიქრის საინტერესო მეთოდი არის ფერმენტაცია, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის რო ველოდი რომ რაღაც ხმა მექნებოდა ორ კვირაში, არ იყო ორ კვირაში და იმედი გამიცრუდა და მე კიდე უფრო დიდხანს უნდა მეცადა და ეგეც იყო ძალიან კარგი გაკვეთილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ღიაობით შევხვდი ამ ფაქტს, მაინც ვერ შევხვდი ღიაობით დროზე კონტროლის დაკარგვას, რომელიც ძალიან კარგი გაკვეთილი იყო, ესე ვთქვათ. არ ვიცი რამდენად ცხადად შევაჯამე, მაგრამ მე მგონი ამით დავასრულებ. ძალიან დიდი მადლობა.